ადგილობრივ არჩევნებზე მინდა კითხოთ, 7 თვე არის დარჩენილი, რა დროს ადგილობრივი არჩევნებია ჩვენ ხელისუფლების პროპაგანდაში ვერ ჩავერევითო. ამას ვისმენთ რამდენიმე პარტიის მხრიდან, რამდენიმე მოუარი თქვა, ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც ღიად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა პირობა შეასრულეთო, ეს არის გირჩი. დანარჩენ ოპოზიციას მოუწოდებს, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა. ეს იმას ნიშნავს, ბატონო გია, თუ არ მიიღო თქვა ისე ოპოზიციამ ამ არჩევნებში მონაწილეობა, რომ თავის დროზე აი ბიძინა ივანიშვილსა განცხადება გაკეთებული, რომ უნდა გაჯანსაღდეს ქვეყანაში ოპოზიცია. განჯანსაღებას გამოიწვევს თუ გაუარესებას ოპოზიცია? ისიც რა, თქვენი საინტერესო კითხვა იყო და ეთქობა მე დავაშავე, რომ ცოტა გამიგზელდა. ალტერნატივა რა არის? ამაში რომ ოპოზიცია არსებობს საქართველოში, ვიღაცისთვის გარედან ვინც უყურებს ამას, ოპოზიცია არის რა, ოპოზიცია დარეგისტრირებულია იურიდიულად ოპოზიციად, მაგრამ ეს ოპოზიცია არ არის პრაქტიკულად, ეს არის რევოლუციური გუნდი იმ მიზნის შესასრულებლად, რაზედაც ვილაპარაკეთ და აღარ გავიმეორებ. იმ მიზნის შესასრულებლად, რასაც არავინ არ მალავს. არ არის კარგი, რომ ეს ოპოზიცია არ არის პარლამენტში, ოპოზიცია არის ერთი ჯგუფი, მეორე ჯგუფი, არ არის გამოკვეთილი კონტურები, მაინც უმრავლესობის წიაღიდან არის ამოსული, მაგრამ ამის ალტერნატივაა იმდენად მძიმე და იმდენად შემზარავი, რომ რასაკვირველია ჩვენ, როდესაც ვშელობთ ქართულ ოცნებაში, თქვათ, პოლიტსაბჭოში, ან ერთმანეთს ველაპარაკებით უმრავლესობაში, რასაკვირველია აი ამ თემას ვითვალისწინებთ უპირველეს ყოვლისა, რომ ეს გრევის პროცესი არ იყოს შეუქცევადი ისეთი, როგორც გაუხარდებოდათ ამათ. ეკონომიკური ზრდა კი არა. ხარ ვიგონებთ არა. ეკონომიკური საბოტაჟისკენ მოუწოდებენ მათ შორის ლელოს წარმომადგენლები. საბოტაჟის თემა არის კონკრეტულ მიზანთან დაკავშირებული. ეს არის გამოძახილი იმ უშუალებელი დაპირისპირებისა, რომელიც deep state ეწევა. ხა deep state-იც არ არის ეფემერული რაღაცა რაღაცა, რომ არ ვიცით, სად რა, ზუსტად ვიცით. ყველაფერი უშუალებელი ფულადი რესურსი, კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული რესურსებით, რომელიც უტევს აი ამ მიმართულებას, რასაც ქვია გზაგასაყრდენ. მშვიდობისა და ვიცით რა, პატარა ქვეყანა საქართველოს ვერ შეეკითხები, რომ იცით რა, თქვენ რას აპირებთ, რა რესურსი გაგაჩნიათ, ხელში რომ მსოფლიოს პროცესებზე მონაწილეობა გავლენა მოახდინოთ. არა გვაქვს ეს რესურსი, მაგრამ ჩვენ რა რესურსიც გვაქვს, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, განვავითაროთ ეს ეკონომიკური ზრდის პროცესი, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ სოციალური პაკეტი და გავაძლიეროთ ის მიმართულებები, რასაც ქვია სამუშაო ადგილების შექმნა და ასე შემდეგ. ჩანს თუ არა ჩანს, რასაკვირველია სტატისტიკიდანაც ჩანს. და მსოფლიოში არ დარჩენილა არც ერთი კომპეტენტური დაწესებულება, სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაცია, ვინც არ თქვა, რომ საქართველოს თავის მაჩვენებლებით უსწრებს არა მარტო კანდიდატებს, არამედ ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას. ეს არის მოცემულობა. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მოცემულობა უკან არ წავიდეს და შევინარჩუნოთ სტაბილურად. დაუბრუნდეთ აი ამ ადგილობრივ არჩევნებს, რას გამოიწვევს ბატონო გია, თუ დიდი ნაწილი ოპოზიციის თუ არ მიიღებს მონაწილეობას? არა, ეს არჩევნები არ მიიღებს მონაწილეობას, ნუ გავა პოლიტიკური ველიდან, ისედაც გასულები არიან, კიდევ ერთხელ ვამბობ, კონსპირაციის ისეთ გეგმაში აქვთ მონაწილეობაზე. ხელი მოწერილი, რომ უკან დაახევაც ამას. სხვა პარტიები შეიძლება გამოჩნდეს, სხვა პარტიები გამოჩნდება აუცილებლად, იმიტომ რომ როდესაც მოშიშვლებულია გარკვეული ფრთა, იმ ფრთაზე აუცილებლად შემოიჭრება ვიღაც. მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში მდიდარია ის პოლიტიკური ინტელექტუალური რესურსი, არ ნიშნავს, რომ ინტელექტით ვიღაცა დაბლა არის, ნებისმიერ ქვეყანას შევეჯიბრებით, ნებისმიერი მიმართულებით, მაგრამ რთულია ის რესურსი არ გააჩნია ქვეყანას, მაგრამ ალტერნატივას როცა აფასებ, რომელი ჯობია მაგალითად აი რასაც იგივე ლელო ამბობს. ხო, რომელი ჯობია მაგალითად, რომ დათმო პოზიციები, საერთო უცხოელები შემოიყვანო მართლობაში, ქვეყნის მართლობაში, გადააბარო პრაქტიკულად მართლობა, რაც სააკაშვილმა გააკეთა ოღონდ სხვა ფორმით, გადააბარო მართლობა, გადააბარო სასამართლო, CSKO გადააბარო, რომელსაც არა თუ არაფერი დაუშავებია, უმაღლესი რანგით არის შეფასებული.
და გადააბარო ყველაფერი და შენ თვითონ როგორც ქართული მოოცნება 1,120,000 გაქვს თუ მნიშვნელობა აქვს რამდენიც ხახვა გაქვს გვერდზე გაიწიო და საშუალება მიცე რომ ნიკა გვარამიასა და თქვათ აი ამათში გადანაწილდეს მამუკა ხაზარაძე, ალიკო ელისაშვილი და ლევან ხაბეიშვილი და ასე შემდეგ ამათ შორის გადანაწილდეს ეს ხმები და დანარჩენები იყვნენ ჩუმად. და ვინც არ იქნება ჩუმად, იმათ მოუგრიხავენ კისერს. ეს ჯობია რეალურად, რასაც გვთავაზობენ. ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევს ყველაფერს თავი დავანებოთ. მე ახლა ლელოს რა უნდა 9 პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა თუ როგორ დაუპირისპირდება რუსეთს, როცა როგორც კი მოვლენ ხელისუფლებაში. ხა რუსეთი ოკუპანტია, ფაქტია. მაგრამ ეკონომიკური დაპირისპირება გაცილებით უფრო მეტ რგევას მოიტანს, ვიდრე დღეს გვაქვს, ხო? აი ამ ვითარებაში. ეს თქვენს ახლა ამბობენ რომ არ გვითქვამს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანების გუნდი, რომელიც შეპირდა ბრიუსელს, რომ აუცილებლად იქნება ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და წინა ადმინისტრაციას, ამერიკის შეერთებული შტატების. რომ ეს ხალხი ამას განახორციელებს და ქვეყანაში კი დაიწყება კრევის რაღაც პროცესი. მაგრამ იცით რა, ოდესმე ეს გამოსწორდება 10 წლის